ეკონომიკა და ვაჭრობა მსოფლიო გეოპოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რესურსებზე, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ. ნავთობზე, კრიტიკულ მინერალებზე, ნახევარგამტარებზე, ანუ ჩიპებზე, მაგრამ რესურსად დარჩება, თუ მისი მსოფლიოში გაყიდვა შეუძლებელი იქნება. და სწორედ აქ ჩნდება ის ფაქტორი, რომელზეც გაცილებით იშვიათად ვლაპარაკობთ. მსოფლიო სავაჭრო გზები და მათი საკვანძო წერტილები. საუბარია სრუტეებზე, არხებზე და საზღვაო მარშრუტებზე, სადაც გადის ნავთობი, გაზი, საკვები, ტექნოლოგიები და სამხედრო აღჭურვილობაც კი. ერთი ასეთი გეოგრაფიული წერტილის გადაკეთვაც კი შეიძლება ნიშნავდეს ფასების ნახტომს, ინფლაციას ან თუნდაც სამხედრო კრიზისს. სწორედ ამიტომ ამ ეპიზოდში გაგაცნობთ მსოფლიო საზღვაო მარშრუტების არტერიებს, ანუ choke points-ებს, სადაც ვაჭრობა, ძალა და გეოპოლიტიკა იკვეთება. მაგრამ სანამ დავიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ასე, უფასოდ და ეფექტურად დაგვეხმაროთ განვითარებაში. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. დავიწყოთ ჰორმუზის სრუტით, ახლო აღმოსავლეთში, ადგილით, რომელსაც ხშირად ნავთობის არტერიას უწოდებენ. სწორედ აქედან იწყება გზა, რომლითაც ნავთობი და სხვა ტვირთები სპარსეთის ყურიდან მსოფლიო ბაზრებისაკენ მიედინება. ჩვენ კი ნაბიჯ-ნაბიჯ გავყეთ სტრატეგიულ წერტილებს და წინაღობებს, რომლებსაც ტვირთები ევროპამდე გადიან. ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის მდებარეობს და ყურის ქვეყნებს არაბეთის ზღვასთან, იქიდან კი მსოფლიო ოკეანესთან აკავშირებს. სამხრეთ შესასვლელიდან სრუტეს გაერთიანებული არაბეთის საამიროებიც ესაზღვრება. ჰორმუზის სრუტეში გადის მსოფლიო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 20% და თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი. წარმოიდგინეთ, ყოველი მეხუთე ბარელი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე იყიდება, ამ ვიწრო მონაკვეთში გადაადგილდება. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქ ირანსაც და ომანსაც აქვთ ტერიტორიული წყლები, მაგრამ პრაქტიკაში ირანს უფრო დიდი გავლენა აქვს. ამას კი ორი მთავარი მიზეზი გააჩნია. ჰორმუზის სრუტე არც ისე ვრცელია. მისი ყველაზე ვიწრო მონაკვეთი დაახლოებით 33 კილომეტრია, ხოლო უსაფრთხო ნავიგაციის ზოლები კიდევ უფრო ნაკლები. მთავარი გზა, სადაც უზარმაზარი ნავთობტანკერები და სავაჭრო გემები მოძრაობენ, ირანის სანაპიროსთან ბევრად უფრო ახლოს გადის, ვიდრე ომანთან, რაც ირანს აძლევს შესაძლებლობას უშუალო ფიზიკური ზეწოლა მოახდინოს ტრაფიკზე. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ სრუტის ჩრდილოეთ მხარეს ირანს სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული და მის სიახლოვეს აკონტროლებს რამდენიმე სტრატეგიულ კუნძულს, რაც მას სამხედრო უპირატესობას ანიჭებს. ცნობისთვის, სამ კუნძულზე, რომელთაც ირანი აკონტროლებს, აბუ მუსაზე, დიდი ტუმბის კუნძულზე და პატარა ტუმბის კუნძულზე, საუდის არაბეთს აქვს ტერიტორიული პრეტენზია. სრუტის სამხრეთ მხარეს ომანი ცფლობს მუსადამის ნახევარკუნძულს, მაგრამ ისტორიულად ომანი ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას ატარებს და არ აქვს ისეთი მასშტაბის სამხედრო ძალა ან ინფრასტრუქტურა, რომელიც სრუტეში გემების გადაადგილებაზე რეალური ზეწოლის ან კონტროლის საშუალებას მისცემს. სწორედ ამიტომ, როცა ჰორმუზის სრუტის სტრატეგიულობაზე ვსაუბრობთ, ძირითადად მხედველობაში გვაქვს ირანის გავლენა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ირანში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ფეხზე აყენებს მსოფლიოს. საუდის არაბეთი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, კატარი. ყველა ეს ქვეყანა ჰორმუზზეა დამოკიდებული, რადგან მათი ნავთობი და გაზი სხვა გზით მსოფლიო ბაზარზე ვერ გავა, ან გავა მხოლოდ შეზღუდულად სახმელეთო გზებით. მაგალითად, საუდის არაბეთს აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი, რომელსაც ნავთობი და გაზი წითელი ზღვის პორტამდე მიაქვს. ემირატებს კი გააჩნია აბუ-დაბის ნედლი ნავთობის მილსადენი, რითაც ნავთობის პირდაპირ ომანის ყურამდე მიტანა შეუძლია. მსგავსი ალტერნატიული მარშრუტები კიდევ ბევრია, მაგრამ შეზღუდული გამტარიანობის და სრულად ვერ ჩაანაცვლებენ საზღვაო ტრანსპორტს. დონალდ ტრამპის უსაფრთხოების სტრატეგიაში კი პირდაპირ წერია. ამერიკას ყოველთვის ექნება ინტერესი, რომ სპარსეთის ყურის ენერგომარაგები არ მოხვდეს პირდაპირი მტრის ხელში და ჰორმუზის სრუტე დარჩეს ღიად. წითელი ზღვა კი იყოს ნავიგაციისათვის უსაფრთხო და გამტარი. ამიტომ ჰორმუზის სრუტის თუნდაც დროებითი ჩაკეტვა მძიმე დაისახება მსოფლიო ენერგომარკეტებზე და სწორედ ეს არის ირანის კოზირი და გეოპოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი ბერკეტი, მაგრამ გეოპოლიტიკური წინაღობები ჰორმუზის სრუტეში არ მთავრდება. ჰორმუზის სრუტის შემდეგ ევროპამდე მისასვლელად გემებს უწევთ კიდევ ერთი ვიწრო ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლა, რომელიც წითელ ზღვას ჯერ ადენის ყურესთან და შემდეგ ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.
ის ერთმანეთისაგან ჰყოფს არაბეთის ნახევარკუნძულს და აფრიკას, კონკრეტულად კი ესაზღვრება იემენს, ჯიბუტის და ერიტრეას სანაპიროებს. ბაბელმანდები არის სუეცის არხისკენ მიმავალი ერთადერთი საზღვაო შესასვლელი ინდოეთის ოკეანიდან და მისი ჩაკეტვის შემთხვევაში გემებს სრულიად აფრიკის შემოვლა მოუწევთ. რაც ტრანსპორტირებას კვირებით გაახანგრძლივებს და მნიშვნელოვნად გააძვირებს. შესაბამისად, სრუტის უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ბაბელმანდებთან მდებარე იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომია. გაგახსენებთ ჰუსიტების მიერ გემებზე თავდასხმებს, რაზეც ჩვენი ეს ვიდეო ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და არ გამოტოვოთ თუ ჯერ არ გინახავთ. 2023 წლის ოქტომბრიდან ისრაელი ჰამასის ომის შემდეგ წითელ ზღვაში ირანის მიერ შეიარაღებული ჰუსიტები თავს ესხმოდნენ სავაჭრო გემებს. მათი ძირითადი სამიზნე ისრაელთან დაკავშირებული გემები იყო, თუმცა რეალურად ეს საფრთხე გლობალურ ვაჭრობას შეეხო და ბევრი კომპანია იძულებული გახდა ტვირთები აფრიკის შემოვლით გაეგზავნა, უსაფრთხოების მიზნით. ეს მოვლენები აჩვენებს, რომ ბაბელმანდების ჩაკეტვა თეორიული სცენარი კი არა, რეალური რისკია. ამიტომ რეგიონში მუდმივად ოპერირებს შეერთებული შტატების მეხუთე ფლოტი, რომლის ბაზაც ბაჰრეინში მდებარეობს, ხოლო ჯიბუტიში განთავსებულია კემპ ლემონიერი, რომელიც შეერთებული შტატების ერთადერთი მუდმივი სამხედრო ბაზაა აფრიკაში. აქვე სამხედრო ბაზები აქვთ საფრანგეთს, ჩინეთს, იაპონიას, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად მაღალია ამ პატარა სრუტის გლობალური მნიშვნელობა. სწორედ ბაჰრეინის ბაზა აღმოჩნდა კრიტიკული 2023 წლის წითელი ზღვის კრიზისის გადასაჭრელად. ოპერაცია კეთილდღეობის მცველის ფარგლებში. ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალები ბაჰრეინის შტაბიდან აკვირდებოდნენ წითელ ზღვაში მიმდინარე მოქმედებებს, რაშიც დაახლოებით 7000 მეზღვაური ჩაერთო. ამერიკის ამ ოპერაციას კიდევ დაახლოებით 20 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბაჰრეინი, ნიდერლანდები და სხვა. ოპერაციაში წვლილი ზოგმა დაზვერვით, ზოგმა ლოჯისტიკით და ზოგმა პოლიტიკური მხარდაჭერით შეიტანა. თუ ვიდეოს ჯერ კიდევ უყურებ, ესე იგი ფაქტებზე დაფუძნებული გეოპოლიტიკური ანალიზი გაინტერესებს. ამიტომ გამოიწერე არხი ცნობისთვის და მხარი დაუჭირე ჩვენს დამოუკიდებელ ინიციატივას. ბაბელმანდების შემდეგ ევროპამდე მიმავალი ტვირთების უმრავლესობა გადის სუეცის არხს, წითელი ზღვიდან პირდაპირ ხმელთაშუა ზღვაში მოსახვედრად. სხვა შემთხვევაში, გზის ასეთ დაგრძელება მოუწევთ სამხრეთ აფრიკის კეთილი იმედის კონცხის შემოვლით, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ძვირი და ხანგრძლივი პროცესია. სანამ ფრანგები ეგვიპტეში სუეცის არხს გაიყვანდნენ და ასე ხელოვნურად გააცალკევებდნენ აფრიკას ახლო აღმოსავლეთისაგან, ბრიტანელები დიდ სარგებელს იღებდნენ კოლონიური კონცხის პორტებიდან სამხრეთ აფრიკაში. მაგრამ მე-19 საუკუნის შუაში სუეცის არხის მშენებლობამ მსოფლიო ვაჭრობა საბოლოოდ შეცვალა. დღეს სუეცის არხზე მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% და კონტეინერული გადაზიდვების თითქმის 1/3 გადის. არხი სრულიად ეგვიპტის კონტროლის ქვეშაა, რაც ქვეყანას უზარმაზარ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. კაირო აწესებს ტრანზიტის წესებს, ტარიფებს და აკონტროლებს უსაფრთხოებას, რითაც ის პირდაპირ ზემოქმედებს გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე. სპარსეთის ყურიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების გადაადგილებაზე და მსოფლიო გადაზიდვების ხარჯებზე. ნებისმიერი შეფერხება, განზრახ თუ შემთხვევით, მყისიერად აისახება საერთაშორისო ბაზრებზე. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2021 წლის Ever Given-ის ინციდენტი, როცა 400 მეტრიანი გიგანტური გემის გაჭედვამ არხის ჩაკეტვა გამოიწვია 6 დღით. ამით კი მსოფლიო ეკონომიკა საათში $400 მილიონ კარგავდა. ერთი შეხედვით, ტექნიკურმა ავარიამ გამოიწვია მილიარდობით დოლარის ზარალი და ასობით გემის შეფერხება, რამაც ცხადყო, რამდენადაა მსოფლიო ვაჭრობა დამოკიდებული ამ ერთ ვიწრო ხელოვნურ არხზე. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ეგვიპტე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია შეერთებული შტატებისათვის, ევროპის ქვეყნებისათვის, ჩინეთისათვის, რომელთათვისაც არხის უწყვეტი ფუნქციონირება კრიტიკულია. მას შემდეგ, რაც ევროპისაკენ მიმავალი ტვირთები წითელი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში მოხვდება, მათი გადაადგილება შედარებით ნაკლები გეოპოლიტიკური ტურბულენტობით ხასიათდება. გემები შემდეგ გზას ან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისაკენ აგრძელებენ, ან ნატოს წევრი თურქეთისაკენ, რაც ვაჭრობისათვის უფრო პროგნოზირებად გარემოდ ითვლება. აქ კი აუცილებლად უნდა შევეხოთ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს. სტრატეგიულ კვანძებს, რომლებიც შავ ზღვას ჯერ ხმელთაშუა ზღვასთან, ხოლო შემდეგ მსოფლიო ოკეანესთან აკავშირებენ. ეს სრუტეები შავი ზღვისათვის ფაქტობრივად ერთადერთი გასასვლელი კარიბჭეა და შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა შავი ზღვის ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის.
როგორც ვაჭრობის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა ამ სრუტეების ყველაზე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ბოსფორი და დარდანელი ერთადერთი გზაა, რომლის მეშვეობითაც ნატოს ან ნებისმიერ სხვა ძალას შეუძლია სამხედრო ფლოტის გადაადგილება ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში. სწორედ ეს რეალობა ანიჭებს თურქეთს განსაკუთრებულ სტრატეგიულ სიღრმეს მსოფლიო პოლიტიკაში. ამას ემატება 1936 წლის მონტრეს კონვენციაც, რომელიც თურქეთს ანიჭებს უფლებას დაარეგულიროს სამხედრო გემების გადაადგილება ომის ან კრიზისის დროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. კონვენცია უზრუნველყოფს კომერციული გემების მშვიდობიან დროს თავისუფალ გადაადგილებას. კაცრ შეზღუდვებს უწესებს არაშავი ზღვისპირა ქვეყნების სამხედრო გემებს, როგორიცაა მაგალითად ტონაჟი და შავ ზღვაში ყოფნის ვადა. აძლევს თურქეთს უფლებას ომის ან საფრთხის შემთხვევაში სრუტეები დახუროს სამხედრო გემებისათვის. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში არაერთხელ ყოფილა სერიოზული შეფერხებები, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ტექნიკური მიზეზით. ისტორიულად, სრუტეები რამდენჯერმე სრულიად დაიკეტა ომის დროს. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ოსმალეთის იმპერიამ ბოსფორი და დარდანელი დახურა ანტანტის გემებისათვის, რამაც შავი ზღვის ქვეყნების ვაჭრობის პარალიზება მოახდინა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი თურქეთმა ნეიტრალიტეტის ფარგლებში მკაცრად შეზღუდა სამხედრო გემების გადაადგილება. თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო 2022 წლის უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც თურქეთმა მონტრეს კონვენციის საფუძველზე დახურა სრუტეები საომარი მხარეების სამხედრო გემებისათვის. თუმცა სატელიტური ფოტოებისა და ანალიტიკოსების მიხედვით რუსეთმა სამხედრო აღჭურვილობის გადასატანად სამოქალაქო გემების გამოყენება დაიწყო, რაც მონტრეს კონვენციის სულისკვეთების დარღვევად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქეთის ნატოს წევრობაში დიდი როლი ითამაშა ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ ბოსფორსა და დარდანელზე. ამაზე თქვენი აზრი კომენტარებში გამიზიარეთ. და ბოლოს უნდა შევეხოთ ევროპისათვის ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო, ვიწრო, მაგრამ სტაბილურ სრუტეს, გიბრალტარს, ადგილს, სადაც ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანეს უერთდება. გიბრალტარის სრუტე მდებარეობს სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის. მისი ყველაზე ვიწრო მონაკვეთი კი სულ რაღაც 14 კილომეტრია, რაც ამ სრუტეს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო და ამავე დროს დატვირთულ საზღვაო წერტილად აქცევს მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, ყველა გემი, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან გადაადგილდება ჩრდილოეთ ევროპისაკენ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისაკენ, აზიისაკენ, აფრიკისაკენ თუ ახლო აღმოსავლეთისაკენ, სწორედ ამ სრუტეს გადის. სტრატეგიულად, გიბრალტარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო კვანძია ნატოსთვის. სრუტის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს გიბრალტარი, ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორია, ჩრდილოეთ სანაპიროს მეორე ნაწილი კი ეკუთვნის ესპანეთს, ხოლო სამხრეთ სანაპირო მაროკოს. მიუხედავად ამისა, არც ერთ ქვეყანას არ აქვს მისი სრულად ჩაკეტვის უფლება მშვიდობიან დროს და ქვეყნები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიულ წყლებზე ადგენენ რეგულაციებსა და უსაფრთხოების ნორმებს. გიბრალტარის სრუტე წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან საერთაშორისო სრუტეს, რომელიც ექვემდებარება გაერთიანებული ერების საზღვაო სამართლის კონვენციით დადგენილ სპეციალურ სატრანზიტო გადაადგილების რეჟიმს, რაც უცხო ქვეყნების გემებსა და თვითმფრინავებს იქ თავისუფალი ნავიგაციისა და გადაფრენის უფლებას ანიჭებს. ეს სრუტე ნატოსთვის არის მუდმივი მონიტორინგის ზონა. აქ ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი, აკვირდებიან სამხედრო და კომერციული გემების გადაადგილებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისა და სხვა არა-ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ფლოტების მოძრაობის კონტროლისათვის, როდესაც ისინი ატლანტიკიდან ხმელთაშუა ზღვაში შედიან ან პირიქით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამ ვიდეოში განვიხილეთ ის სტრატეგიული საზღვაო წინაღობები, რომლებიც ტვირთებს ხდებათ ჰორმუზის სრუტიდან დასავლეთის მიმართულებით. ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. თუმცა გლობალური ვაჭრობის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება აღმოსავლეთისაკენ მიდის. რა ხდება მაშინ, როდესაც ტვირთები კვეთს ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს, აზიისა და ამერიკის კონტინენტებისაკენ. როგორ იქცევიან ამ სტრატეგიულ საზღვაო წერტილებში მსოფლიოს ორი ყველაზე ძლიერი მოთამაშე, ჩინეთი და შეერთებული შტატები. ამაზე უკვე ვიდეოს მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, ამიტომ გამოიწერეთ ცნობისთვის და ჩართეთ შეტყობინებების ზარი, რომ არ გამოგრჩეთ ამ თემის გაგრძელება მომავალ კვირას. მსოფლიოში მოვლენები სწრაფად ვითარდება და ცნობისთვის მათ ანალიზს უკვე წელიწადზე მეტი აქ თავაზობთ. მაგრამ როგორ უნდა ამოარჩიოთ ამდენ ინფორმაციაში თქვენთვის საინტერესო ამბები?
ამისათვის უნდა ეწვიოთ ჩვენს ინტეგრირებულ ვებგვერდს fyigeo.com-ს. ჩვენი საძიებო სისტემით ერთ სივრცეში შეგიძლიათ იპოვოთ ვიდეოც, სტატიაც და აუდიო ვერსიაც თქვენთვის სასურველ თემაზე. უფრო მრავალფეროვანი კონტენტისთვის კი გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე და Spotify-ზე. მისამართი ყველგანი giveaway-ა FYI, ანუ ცნობისთვის ინგლისურად შემოკლებით და GEO, საქართველოსა და გეოპოლიტიკის შემოკლება. მადლობა ერთგულ მაყურებელს, შევხვდებით ამ ვიდეოში, ხოლო თქვენ კი თუ ჯერ ისევ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, არ დაგავიწყეთ ამ ღილაკზე დაჭერა.